მესამე წელია უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქალებს გვიწევს ისეთ საკითხებზე ფოკუსირება, რაც ხდება უფლებრივ საკითხებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე აქვს სხვადასხვა კრიზისული გამოწვევები და აქ ქალებიც ეს ისეთ საკითხები, რომელიც პირდაპირ ეხება ქალებს. ამიტომ ძალიან რთულია ეხლა მაგალითად ვისაუბროთ რაღაც ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, როცა ქვეყანა საერთოდ ქვეყნის მომავალი ძალიან ბუნდოვანია. ამ ქვეყანას რა მოცემულობა იქნება, რა კურსი ექნება და იქნება თუ არა საერთოდ დემოკრატია, აი ამ საკითხების ეს საკითხები დგას დღის წესრიგში. ამიტომ რა თქმა უნდა, ქალები ყოველთვის იქ დგანან, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება და როგორც ბევრი რამ ამ ქვეყანაში ძალიან დიდწილად დგას ქალების უხილავ შრომაზე. მათ შორის ეს პროტესტის ასე დგას ბევრი ქალი ძალიან მნიშვნელოვან უხილავ შრომას ეწევა ამ პროტესტის დროსაც, მაგრამ მოხდა ისე, რომ ასევე ძალიან მკაფიოდაც გაისმა ქალების ხმა. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროტესტს პირდაპირ მნიშვნელობითაც თაკო ხელაძის სახით ქალის ხმა აქვს.